ქრისტიანის, რომელიც ვერ არის გაცნობიერებული, იმგვარად მოქმედებს და ისეთი სახით აღავლენს თაყვანისმცემლობას, რომ ის მართლაც ემსგავსება თაყვანისმცემლობას. როცა შენ ხატს გააღმერთებ, ბუნებითი ღმერთი სტოლფასი ხდება შენთვის, ეს რა თქმა უნდა თაყვანისმცემლობა. როდისაა ჭეშმარიტი თაყვანისმცემა ხატისადმი, ჯვრისადმი, სხვა სიწმინდებისადმი. ავიღოთ მაგალითად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით შეგვიძლია ავიღოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ავიღოთ მაგალითად წმინდა გიორგის ხატი. როდის არის წმინდა გიორგის ხატისადმი კონკრეტული ნიმუშევარად ვინმე მავანის თაყვანისცემა, თაყვანისმცემლობა და როდის არის ჭეშმარიტი საეკლესიო მაცხოვნებელი თაყვანისცემა. მაცხოვნებელი და საეკლესიო და მართლმადიდებლური თაყვანისცემა არის მაშინ, როდესაც მე ვხედავ წმინდა გიორგის ხატს, ვხედავ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს და ამ ხატზე ვეთაყვანები უშუალოდ იმ გამოსახულებას. ანუ ჩემი თაყვანისცემითი აღქმა, ჩემი სულიერი ხედვა ხატისგან აუცილებლად მაღლდება იმ პიროვნებამდე, რომლის ხატიც ის არის. ანუ წმინდა გიორგის ხატის თაყვანისცემისას მე ჩემი სულიერი ხედვა უნდა ავამაღლო თავად წმინდა გიორგიმდე. ამ ხატში ის უნდა გამჭრიტო. ეს გამოსახულება მისია, რაც ამ ხატზეა და შესაბამისად ამ გამოსახულებაში სწორედ მას ვჭრეთ. ხატიდან ვამაღლებ ჩემს ხედვას არქეტიპამდე, პირველ სახემდე, რომლის გამოსახულებაც არის ამ ხატზე. მაგრამ იქაც თუ შევჩერდი, მაინც კი თაყვანისმცემელი ვიქნები. ანუ ავამაღლე რა ჩემი სულიერი ხედვა წმინდა უშუალოდ იმ პიროვნებამდე, რომელიც წმინდა გიორგი არის, ავამაღლე თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლამდე, რომელიც მწვერვალზეა ქნილებისა თავისი გამხდობით, იქაც არ შეიძლება ჩვენი სულიერი სიახსნვითი ხედვა შევაჩეროთ. აუცილებლად მათგან თავად ყოვლადწმინდა სამებამდე უნდა ავამაღლოთ ხედვა და გავჭრიტოთ, რომ რასაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელში ვეთაყვანებით, რასაც წმინდა გიორგის პიროვნებაში ვეთაყვანებით და ნებისმიერ სხვაში, ეს ყველაფერი ის საღვთო ღირსება, რაც მათშია დაუნჯებული და ისინიც თაყვანსაცემნი არიან, იმიტომ რომ გახდნენ ჭურჭელნი ამ სიწმინდისა. ანუ როცა ჩვენ ერთს ვამბობთ, რომ ყველა წმინდაში, ყველა სიწმინდეში მხოლოდ ისაა თაყვანსაცემი, რაც ღვთისგანა, რაც ღვთისეულია მათში, მეორე უკიდურესობაში არ უნდა ჩავარდეთ და უბრალო მექანიკურ გამტარებად არ უნდა წარმოვიდგინოთ ეს სიწმინდენი და წმინდანი. ეს მეორე რა არის? ის მათ თავისი მოღვაწეობითი დამსახურება აქვთ, იმიტომ რომ გახდნენ ჭურჭელნი ამ სიწმინდისა. ყველა ვერ გახდება ჭურჭელი სიწმინდისა. შენ უნდა იღვაწო, შენი თავი განიწმინდო, რომ სიწმინდის დამტევი გახდე.